მოგესალმებით კოლეგებო, აპარატის თანამშრომლებო, საზოგადოებას მესალმები, რომელიც უსმენს ჩვენს სხდომას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას გასხმად ვაწყადებ, გვაქვს კომიტეტის შესაბამისი კვორუმი. პატივისცემულ კოლეგებო, დარიგებული გვაქვს დღის წესრიგი, სულ 3 საკითხი გვაქვს, 3-ვე დაჩქარებული. გთხოვთ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. მადლობა. გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხზე, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. გთხოვთ, ბატონო. მოგესალმებით, მეორე მოსმენით წარმოგიდგენთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონ პროექტს, რომელიც შეეხება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის საქართველოს მთავრობის მხრიდან დადგენის შესაძლებლობის შექმნას აღნიშნულ კანონ პროექტში. ბატონო ვახტანგ, გამოდარეკეთ რომ მცირე კანონ პროექტია მოცულობით პირველ მუხლში თუ არის ცვლილება? პირველი მუხლი უცვლელია და უცვლელი არის. კოლეგებო, ხომ არ გვაქვთ რამე კითხვა, მოსაზრება? არა. მადლობა. თქოთ რომ დაიგავოთ ადგილი, მადლობა ბატონო ვახტანგ. მადლობა. ბატონ თორგე გთხოვთ. კოლეგებო, განვაგრძოთ მუშაობა. დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი გახლავთ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი. მეორე მოსმენით მოხსენებელი ბატონი არჩილ გორდულაძე. მადლობა ბატონო თორნიკე. კოლეგებო, მეორე მოსმენით განსახილველად წარმოვიდგენთ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტს. მზად ვარ რომ განვიხილოთ მოხლობრივად. კი ბატონო, პირველი მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებით პირველი მუხლის პირველ პუნქტში მხოლოდ რედაქციული ცვლილებები არის შესული, ამავდროულად ასახული არის, როგორც პირველ მოსმენაზე გამოთქვა ბატონმა თენგომ შენიშნა არის ასახული და მესამე პუნქტის მეოთხე მუხლის მესამე პუნქტის ვ პუნქტი ჩამოყალიბდა ახალ რედაქციით, სადაც დამატებული არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი. ეს პირველი მოსმენის ტექსტში ჰქონდა, მაგრამ საზოგადოების ინფორმირებულობისთვის კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ეს ცვლილება ასახულია მეორე მოსმენის ტექსტშიც. ამავდროულად მეორე პუნქტში უკაცრავად შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები თუ იქნება, აქვე ვთხოვ კოლეგებს რომ მანიშნოთ და დიახ, გისმენთ. მეორე პუნქტში მეორე პუნქტის ცვლილების გარეშეა, მესამე პუნქტში რედაქციული ცვლილება გვაქვს, მეოთხე პუნქტში ცვლილება არ არის, ცვლილება არის უბრალოდ ბ პუნქტში, სადაც რედაქციული ცვლილება არის შესული, მხოლოდ შინაარსი არ შეცვლილა. დიახ, ამით ამოიწურა პირველი მუხლი. და მეორე მუხლთან დაკავშირებით? მეორე მუხლშიც გვაქვს ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ რედაქციული თვალსაზრისით, ისე რომ შინაარსი საერთოდ არ არის შეცვლილი და ეს ცვლილებები ასახულია დარიგებულ ტექსტში. კი ბატონო, შეკითხვა, შენიშვნა ან მოსაზრება ხომ არ არის? კეთილი და მესამე მუხლი? მესამე მუხლი ცვლილების გარეშე გვაქვს. შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრება? ასეთი არ არის. განხილულია აღნიშნული საკითხი. მადლობა. ბატონო არჩილ, ასევე თქვენ მზადებით მოხსენებელი მომდევნო საკითხზე. ეს გახლავთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი და თანდები ასევე კანონის პროექტები. ამასაც განვიხილავთ მეორე მოსმენით, მასადამე შეგვიძლია მივყვეთ მუხლებისა და პუნქტების მიხედვით. კი ბატონო. პირველი მუხლი წარმოგიდგენთ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონ პროექტს მეორე მოსმენით, თანდევ კანონ პროექტთან ერთად მუხლი პირველი, პუნქტი პირველი, ცვლილება აქვე პუნქტში არ არის, ბ პუნქტში გვაქვს და სადაც მრავლობითი არის, მხოლობითად არის შესული საკანონმდებლო ტექნიკიდან გამომდინარე. აქვე კოლეგებს კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ თუ კი იქნება შეკითხვა, შენიშვნა ან მოსაზრება პირველი მუხლის შესაბამის პუნქტთან დაკავშირებით, ხელისაწევით, ან ესე გვანიშნოთ. დიახ. მეორე პუნქტს რაც შეეხება, აქაც რედაქციული ხასიათის ცვლილებები არის, შინაარსი არ არის შეცვლილი.
კეთილი მესამე მოგჩის კვლავ მხოლოდ და მხოლოდ რედაქციული ცვლილებები არის სიტყვებთან დაკავშირებული და გრამატიკასთან. მეოთხე საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით დაიხვეწა, ასახული არის დარიგებულ ტექსტში, შინაარსობრივ ცვლილებამ არ გაუწია. შეკითხვა შენიშვნა ან მოსაზრება როგორც ხედავთ, აქაც არ არის. მეხუთე პუნქტი. მეხუთე პუნქტიც აქვე პუნქტი ცვლილების გარეშე გვაქვს, B ცვლილების გარეშე გვაქვს. კეთილი, არ არის შეკითხვები, მოსაზრებები. მეექვსე მეექვსესთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ რედაქციული ცვლილებები არის შინაარსის ცვლილების გარეშე. მეშვიდე პუნქტი. მეშვიდე პუნქტში ცვლილებები არ გვაქვს. კეთილი, მერვე პუნქტი. მერვეშიც მხოლოდ და მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებებია შინაარსის ცვლილების გარეშე. ხომ არ არის შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები. მეცხრე პუნქტი. მეცხრე პუნქტში გვაქვს რედაქციული ხასიათის ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ. დანარჩენი შინაარსი, მათ შორის ვორდინგის დონეზეც კი იგივე არის, რაც პირველი მოსმენით ჰქონდა ტექსტში. კი ბატონო, არ არის ამ შემთხვევაშიც როგორც ხედავთ შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები. მეათე პუნქტი. მეათეშიც მხოლოდ და მხოლოდ რედაქციული ცვლილებებია. მე-11 პუნქტი. მე-11 პუნქტში ცვლილებები რედაქციული ხასიათის არის შესული მხოლოდ და მხოლოდ. შეკითხვა შენიშნა მოსაზრება. ერთი ნაწილი არის დაკონკრეტებული ვანდალიზმთან დაკავშირებით, მათ შორის უკვე არსებული რედაქციის დღეს მოქმედი კანონის რედაქციის ცვლილებაც გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ ნაწილში. ისე და ისე საკანონმდებლო ტექნიკიდან გამომდინარე ვანდალებს ისიც რომ აქვთ სახთელი სახით განსაზღვრული არის ვანდალიზმისთვის ჯარიმები, ხოლო რიგ შემთხვევებში ჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობა და გამომდინარე იქიდან რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ 176 მუხთან, 173, 174 პრიმ მუხთან დაკავშირებით, როდესაც აღმასრულებელი შემფარდებელი ჯარიმისა მხოლოდ და მხოლოდ არის შესაბამისი უწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ შემთხვევაშიც და ვანდალიზმის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო და მუნიციპალიტეტიც ჯარიმის თუ სამართალ დარღვევა სახთელი სახით მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს, შესაბამისად ეს იქნება კონკრეტულად ამ ორგანოს მიერ განსახილველი, ხოლო თუ პატიმრობასაც ითვალისწინებს, პატიმრობის სახდელ გათვალისწინებული ნაწილი იქნება 200 მერვე მუხლში, ანუ სასამართლოს განსჯადი. ასეთი ხასიათის ცვლილება არის 200 მერვე მუხლში შესული. შინაარსი არ შესულა, ეს ასეც იყო ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, მაგრამ მეტი სიცხადისათვის და კარგი საკანონმდებლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ტექნიკურად შეიცვალა 200 მერვე მუხლის ჩანაწერი. მადლობთ. ხომ არ არის შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები? არ არის. შემდეგ მე-12 პუნქტი. მე-12-შიც რედაქციული ხასიათის არის მხოლოდ ცვლილებები. კი ბატონო. აქაც ხედავთ რომ არ არის შეკითხვა, შენიშვნა ან მოსაზრება. მე-13 პუნქტი. არ გაგიკვირდებათ კოლეგებო, მე-13 პუნქტი დამატებული არის მხოლოდ და მხოლოდ ისევ იმიტომ, რომ ვანდალიზმთან დაკავშირებული ცვლილებიდან გამომდინარე, რაც ეხლა მოგახსენებთ, ზუსტად იგივე არის დასაბუთება, 209 ტერცია მუხლი გამომდინარე იქიდან, რომ არის მუნიციპალიტეტის განსახილველი სპეციალურად გაწერილი მუხლი, აქაც საჭირო იყო ვანდალიზმთან დაკავშირებული რეგულაციის გაწერა, რომ აღმასრულებელი იქნება კონკრეტულად თუ ჯარიმა არის მხოლოდ მუნიციპალიტეტის პატიმრობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სასამართლო. კეთილი, მე-14 პუნქტთან მიმართებით. მე-14-ში მხოლოდ და მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილება, შინაარსი არ შესულა. შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრება არ არის, როგორც ხედავთ. მე-15 პუნქტი. მე-15 აქაც მხოლოდ და მხოლოდ რედაქციული ცვლილება. კი ბატონო. შემდეგ მე-16 პუნქტი. მე-16 საინტერესო ცვლილება გვაქვს კოლეგებო, თქვენს ნახავდით აუცილებლად იმ სპეკულაციებს, რომელიც პირველი კურსის იურიდიულ ფაკულტეტზე რომ ისწავლება, რომ ჩვენ ვაკეთებდით ასეთ ჩანაწერს ისევ და ისევ იმისათვის, რომ ცალსახად და ცხადად ყოფილიყო პრაქტიკაში არსებული მოცემულობა საკანონმდებლო დონეზეც, კერძოდ ის, რომ აპელაციის შემთხვევაში და
თუ გაასაჩივრებდა ადამიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი იქნებოდა მასზე დაგისრებული, ეს როგორც წესია, როგორც წესი და რიგი არის, მაგრამ გამოიწვია სპეკულაციები, ადამიანებმა თქვეს, რომ თურმე პირველი ინსტანციის სასამართლო, აპელანტი თურმე პირველი ინსტანციის სასამართლოშიც არსებობს და იმისათვის, რომ უთხრათ ამ ადამიანებს, რომ აპელანტი მხოლოდ და მხოლოდ არის სააპელაციო სასამართლოში, პირდაპირ ჩავწერთ, რომ ადმინისტრაციულ სასამართლოში საქმის გასაჩივრების შემთხვევაში აპელანტს აკისრია პასუხისმგებლობა, რომ დაამტკიცოს თავისი მართებულობა ან უმართებულობა შესაბამისად გამოწერილი ჯარიმის. ეს არის ცვლილება. გასაგებია. გასაგებია. ხომ არ არის ამასთან დაკავშირებით შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები. კეთილი. შემდეგ მე-16 პუნქტი. ეს მე-16 იყო ბატონო თორიკი. უკაცრავად მე-17 ცვლილებები ტექნიკური ხასიათის არის, ანალოგიურად არის მე-18, მე-19, მე-20, მე-20, 21 და 22-ში. ასევე 23. ბატონო, ხომ არ არის აქ შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები. 23-ზე ვისაუბრეთ, 24 პუნქტი. 24-შიც ანალოგიურად, 25-ში ზუსტად სააპელაციო სასამართლო არის ცალსახად მითითებული, რომ აპელანტი მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში. ბატონო და 26 პუნქტი. 26-ს ტექნიკურად დაემატა, მაგრამ ზუსტად იმავე დასაბუთებით 26-ე მუხლი არის კონფისკაციის ნაწილი. კონფისკაცია გავითვალისწინეთ რიგ შემთხვევებში ჩვენ წარმომადგენელი კანონპროექტზე, შესაბამისად ტექნიკურად საჭიროებდა 295 მუხლის მითითებას, რომ კონფისკაცია არის კონკრეტულად შესაძლებელი. კი ბატონო, ხომ არ არის შეკითხვა შენიშვნა მოსაზრება? კეთილი. მეორე მუხლი ამავე გარეშე. კანონის პროექტის გასაგებია. შემდეგ ამავე პაკეტში შემავალი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის ბატონო თორნიკე, თქვენის ნებართვით ერთ ნაწილს დავასუსტებდი. სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით ჩვენ პირველი მუხლის მეორე პუნქტში, სადაც 35 მუხლს ვაყალიბებთ ახლებურად, აქ მათ შორის შესაბამისი უწყებებიდანაც არის უწყებებთანაც მიმდინარეობს კომუნიკაცია და თუ საჭირო იქნება რომ რაიმე დამატება, დაზუსტება გავაკეთოთ პლანურ სტომაზე ვიტოვებთ უფლებას რომ შესაბამისი შენიშვნის გამოთქმის შემთხვევაში ავსახოთ ცვლილებები. გასაგებია. ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამოუკიდებელ გარემოებთან დაკავშირებით ტექნიკურ დონეზე ცვლილებას თუ მოითხოვს მას გულისხმობთ. რაც შეეხება შეკრებებს, პირველი მუხლის პირველი პუნქტი ტექნიკური ხასიათის ცვლილებები არის სასახული ტექსტში. მეორე პუნქტი ანალოგიურად. შეკითხვა შენიშვნა მოსაზრება. ხედავთ რომ არ არის მესამე. მესამეშიც ტექნიკური ცვლილებები არის. მეოთხე პუნქტი. მეოთხე პუნქტი ცვლილებები გვაქვს ყოველ ტექნიკური ხასიათის. ხომ არ არის შეკითხვა შენიშვნა მოსაზრება. მეხუთე პუნქტი. ბატონო თორნიკე, როგორც მეხუთე, ისე მე-6, მე-7, მე-8 პუნქტებში, მე-9 პუნქტშიც მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებებია და შინაარსი არ დაზუსტებულა. ეს არის დარიგებულ ტექსტში. ყველაფერი არის. კი ბატონო, ხომ არ არის ამ პუნქტებთან მიმართებით შეკითხვა შენიშვნა ან მოსაზრება? ასეთი არ არის. მაშინ მეორე მუხლთან მიმართებით მეორე მუხლი ცვლილების გარეშე. კეთილი. მომდევნო თანდები კანონის პროექტი, ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი. პირველი მუხლის პირველი პუნქტი. პირველი მუხლის პირველი პუნქტში მხოლოდ და მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებაა. შეკითხვა შენიშვნა მოსაზრება. არ არის მეორე პუნქტი. მეორე პუნქტშიც მხოლოდ და მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილება გვაქვს. კომენტარები არ არის. მესამე პუნქტი. მესამე პუნქტში გვაქვს სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით არის დახვეწილი. მადლობა იურიდიულ დეპარტამენტს კონსულტაციებისათვის და დახმარებისათვის. ამავდროულად დაზუსტდა კონკრეტულად სასჯელები და შესაბამისობაში მოვიდა დამამძიმებელ გარემოებაში დამდგარი შედეგიდან გამომდინარე სასჯელი შესაბამისობაში არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა მუხლებთან და მასთან გათვალისწინებულ სასჯელებთან. რაც გულისხმობს მაგალითად ჯგუფურობა 2 პრიმ
პრიმით გათვალისწინებული ქმედებისთვის სასჯელის სახით ნაცვლად 8-დან 12-დან იქნება პასუხისმგებლობა 9-დან 13 წლამდე. და ამავდროულად დაკონკრეტდა მესამე ნაწილით, სადაც იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა ან უამისოდ დაემატა. გმადლობთ. ხომ არ არის შეკითხვა შენიშვნა მოსაზრება? არ არის. მეოთხე პუნქტი. მეოთხე პუნქტშიც გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები და მეტერაფის. კი ბატონო, შეკითხვა შენიშვნა მოსაზრება ხომ არ არის? მეორე მუხლი. მეორე მუხლი ცვლილების გარეშე. ცვლილების გარეშე. უკვე პატარა პროექტებია, არის 4 პროექტი დარჩენილი. კი ბატონო, შემდეგი ამავე პაკეტში შემავალი პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი. პირველი მუხლი. მხოლოდ და მხოლოდ რედაქციული ცვლილება არის. შეკითხვა შენიშვნა მოსაზრება არ არის. მეორე მუხლი ცვლილების გარეშე. კი ბატონო, მომდევნო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი, ესეც შედარებით მოცულობით მცირე პროექტი, ამიტომ შეგვიძლია მუხლებს გავყვეთ. პირველი მუხლი. ცვლილება რედაქციული ხასიათის. შეკითხვა შენიშვნა მოსაზრება არ არის. მეორე მუხლი. ცვლილების გარეშე. კი ბატონო, აქაც არ არის კომენტარები. ასევე მომდევნო პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი, პირველი მუხლი. აქაც რედაქციული ხასიათის ცვლილებაა მხოლოდ. შეკითხვა შენიშვნა მოსაზრება არ არის. მეორე მუხლი. ცვლილების გარეშე. არ არის შეკითხვები. მომდევნო პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი, პირველი მუხლი. აქაც რედაქციული ხასიათის ცვლილებაა გამომდინარე ძირითად კანონიდან. შეკითხვა შენიშვნა მოსაზრება არ არის. მეორე მუხლი. ცვლილების გარეშე. შეკითხვა შენიშვნა მოსაზრება არ არის და ამ პაკეტში შემავალი ბოლო პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი, პირველი მუხლი. პირველ მუხლში ცვლილებები არის შეტანილი ძირითადი კანონში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, შესაბამისობაში მოდის, მათ შორის ასახული არის რედაქციული ხასიათის ცვლილებებიც. შეკითხვა შენიშვნა მოსაზრება არ არის. მეორე მუხლი. ცვლილების გარეშე. კი ბატონო, ეს პაკეტი განხილულია. მადლობა კოლეგებო. რამდენიმე კი. კოლეგებო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არაერთ გზის ქონდა კომუნიკაცია წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით, ვიმუშავეთ კარგად. მადლობა აპარატსაც ჩართულობისთვის, იურიდიულ დეპარტამენტს და სხვა უწყებებს. შესაბამისად, შეგვიძლია რომ დავაყენოთ კენჭისყრაზე ეს საკითხები. დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ვინ არის მომხრე? მადლობა. შემდეგი საკითხი არის ჩვენს მიერ ინიცირებული კანონის პროექტი საჯარო სამსახურის შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე. ვინ არის მომხრე? მადლობა. და ბოლო საკითხი ჩვენს მიერ ინიცირებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ თანმდებ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად პაკეტის სახით უყაროთ. მადლობთ. მადლობა, შესაბამისად დასრულებულია ჩვენი კომიტეტის ხდება.